ესაც ესე მოვედით დაიმს გავსა მანქანას, ხო გიო? მე მგონი ეს მანქანა როგორიც ჩავიბარეთ, იმაზე უკეთეს ვიზუალში არის ეხა. ანუ, რა ვიცი, მე ესე მგონია და ვინც გვეთანხმებით დააკომენტარეთ, ვინც არ გვეთანხმებით იმათაც დააკომენტარეთ. ვიდეო ეხლა იწყება. ხო, ვიდეო ეხლა იწყება. და უკვე რაღაცები გადაღებულია. ეხა უნდა მოგიყვეთ ამის შესახებ. აბა გამარჯობათ. კაი, დავიწყოთ, ხო? გაცხე. მოგესალმებით, ჩვენ რომ აყურებლებო, გამომწერებო. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ მორიგი ვიდეო. კერძოდ აღნიშნული მანქანის ჩვენებური მიმოხილვა, განხილვა, გეტყვით ყველანაირ დეტალს, რაც ვიცით მის შესახებ, შევაფასებთ, როგორ მოგვეწონა, როგორ არ მოგვეწონა, განახებთ კადრებს, როგორ დადის უგზოობაზე, როგორ დადის გრუნტზე, როგორი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა ამ მანქანამ, რას წარმოადგენს და საბოლოო ჯამში გეტყვით მის პლუსებს და მინუსებს ჩვენი გადმოსახეთიდან. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Mitsubishi Motors, რომელმაც მოგცა ეს მანქანა, გვათხოვა. Mitsubishi-ის ოფიციალური წარმომადგენელი არის საქართველოში. მადლობა მათ რომ გვანდეს მანქანა. მიუხედავად ვიზუალურად ტალახებისა არაფერი არ გვიქნია, როგორც წამოიყვანეთ ისე დავაბრუნებთ და ასევე წინასწარ მადლობას ვეთქვი მათ, რომ უნდა გადმოგცენ კიდე და გვათხოვონ Mitsubishi L200, რომელსაც ამის შემდეგ ტესტ-დრაივში თუ არა, შემდეგი ტესტ-დრაივში შემოგთავაზებთ. ეხლა კი ალბათ გადავიდეთ უკვე ამ მანქანის შესახებ დეტალებზე. მანქანა არის Mitsubishi Pajero Sport-ი, რომელიც უკვე არის მესამე გენერაცია. პირველი გენერაცია შეიძლება ბევრს გახსოვდეს, რომელიც ამერიკიდან ჩამოდიოდა ხოლმე ჩვენთან ძირითადად და იყო Montero Sport-ი, რომელიც Pajero-ებთან ერთად გამოდიოდა. Pajero-სთან რო შევადაროთ, ჩვეულებრივ Pajero-ს უფრო მსუბუქი კონსტრუქცია არის და შედარებით დაბალი კატეგორია არის ვიდრე Pajero. მეორე გენერაცია უკვე რომელიც გამოვიდა ამის წინა მოდელი 2015 წლამდე გამოდიოდა, რომელიც უკვე გადმოვიდა ამ პლატფორმაზე, ანუ ეს პლატფორმა არის იმის გაგრძელება. ის მანქანა უკვე უშუალოდ აწყობილი იყო L200-ის ბაზაზე, ძირითადი ბაზა, ანუ რამა და დაკიდების სისტემა წინა მხარე არის L200, ხოლო უკანა მხარე შეცვლილი არის რესორები და გადაყვანილი არის ეგრეთ წოდებულ პრუჟინებზე. აღნიშნული მანქანა არის იმ პლატფორმის გაგრძელება, 2015 წლიდან დღემდე გამოდის, 2019 წელს განიცადა ერთი რესტაილინგი, მოიც ერთ წამი ბიჭო, ხო შემეშალა. მართლა 2015 წლიდან გამოდის, ამათ გიჟი დედავატი. 2015 წლიდან დღემდე გამოდის ბიჭო. პრადო? 10 წელი გავიდა. ხო, როგორც უკვე გითხარით, აღნიშნული მანქანა გამოდის 2015 წლიდან და ერთხელ განიცადა facelift-ი, როდესაც შეიცვალა მცირე ვიზუალური ნაწილები, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად დიდი ძირეული ცვლილებები ამ მანქანაში არ გახორციელებულა. 2024 წელს უკვე წარმოდგენილი გვაქვს ახალი ძრავი და ახალი გადაცემათა კოლოფი, კერძოდ ამ მანქანას. ეხა ტექნიკურ მხარეზე გადავდივართ. აბა რა ვთქვა. ეხა კაპოტი უნდა ამიხადო ძმა. სამოდელო იმაზე მეც ვერაფერს ვეღარ ვიტყვით. ახი კაპოტი ახადა. მოიცა ის უიმე. ესა. ედო. მე თან გადამულად რაც ამას არ უჭრით მე. როგორც უკვე აღნიშნეთ, აღნიშნული მოდელის ძირითადი ხაზი არის L200 და L200 არის აღნიშნული მანქანა, ასე ვთქვათ, დაშენებული როგორც Toyota-ში, Hilux-ი და Fortuner-ი. ოღონდ უკან შეცვლილი არის რესორები და დაყენებული არის ეგრეთ წოდებული პრუჟინები. ეხლა ჩავიხედოთ უკვე ტექნიკურად ძრავში, ძრავის ნაკვეთურში და ვილაპარაკოთ მანქანის ტექნიკურ შესაძლებლობებზე. სისუფთავია. სისუფთავი არის 1500 კილომეტრი აქვს ამ კონკრეტულ მანქანას გავლილი და ჩვენ ეს წამოვედით და ცოტა გავატალახეთ, მაგრამ არა უშავს. აღნიშნული მანქანა არის 2.4 ტურბოდიზელის ძრავის. გადაცემათა კოლოფი არის ასევე, უნდა ითქვას, i-Sin-ის, ძალიან გამძლე და პრობლემებით არ გამოირჩევა. აღნიშნული ძრავი გამომუშავებს დაახლოებით 180 ცხენის ძალას და 430-440 ნიუტონ-მეტრს. რაც ამ მანქანისთვის მე ვიტყოდი, რომ სრულიად საკმარისია. დღევანდელი ჩემი სიარულიდან გამომდინარე, მე არ მქონია შეგრძნება, რომ სადმე რაიმე დამაგდა. მანქანა იწონის დაახლოებით 2 ტონას, არის სტანდარტული რამიანი ჯიპი, ანუ უგზოობისთვის და
GP-ისთვის რაც არის დამახასიათებელი ის ფუნქციები აქვს და კარგია რომ რამა შენარჩუნებულია განსხვავებით Pajero 3-ისგან და Pajero 4-ის. აღჭურვილი არის პრაქტიკულად ყველა იმ რა ქვია მაგას. ხო, მაგას ვნახავთ, იმიტომ რომ უკანა ხედის ბლოკირებაც ქონდა. დიახ, უკანა ხედის ბლოკირებაც. კიდე რა ძრავები გვაქვს თუ იცი? აღნიშნულ მოდელში გვხვდება კიდევ 3-0 Pajero-ი სტანდარტული, აი რომელიც 99 წელს რო გამოუშვეს და დღემდე რო უშვებენ, ოღონდ საქართველოს ბაზარზე ბენზინები არ შემოდის, არის 6 ცილინდრიანი 3-0 და ეს არის ფაქტურად საქართველოში არჩევანი მხოლოდ ამაზე გვაქვს, ანუ 2.4 ტურბოდიზელია მარტო მეტი არ არის და მათ შორის კომპლექტაციებით არის მხოლოდ ეს კომპლექტაცია და ამაზე ერთით მაღალი კომპლექტაცია, რომელსაც ქვია Black Slim-ი, ანუ შავი შეხედულობებით არის რაღაცეები ჩაშავებული აქვს, შავი დისკები მოყვება, ეგ მაინც აქვს, მაგრამ დისკები შავი მოყვება და არის უფრო შედარებით ჭყალებში მაღალი კომპლექტაცია. ანუ ეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კომპლექტაციას, ვინაიდან აქვს უკანა ხიდის ბლოკირება, უკანა მხარეს პარკირებები, სარკეებში კამერები და ასე შემდეგ. ძრავი დავამთავრეთ, ახურე. აი მოგიყვეთ გარე ვიზუალურად რა აქვს მანქანას და როგორ გამოიყურება, არის 18-იან დისკებზე 265-60 18-იანი საბურავებია, რომელიც დაახლოებით 30 ნახევარი ინჩია, სტანდარტული ზომა არის, რომელიც ესეთ მანქანებზე დგება. პარკეებში ჩამონტაჟებული არის კამერები, რომელიც გეხმარებათ უკან სვლის დროს. ასევე გვაქვს უკანა პარკირების სენსორები და რა თქმა უნდა უკანა ხედვის კამერა. თუმცა რამდენადაც მახსოვს ამის მაღალ კომპლექტაციას, რომელიც ახლა იყიდება, უნდა კონდეს წინა კამერას და 360 გრადუსს უნდა კრავდეს. ოღონდ ეს უბრალოდ არ ვიცი და მე ამას ან ჩავსვათ ან არა რო დავაზუსტებ. ესეთი არის ამ მანქანის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია, რომელიც ახლა იყიდება ცენტრში, Pajero Sport Black-ი, რომელსაც როგორც უკვე აღნიშნე, აქვს 360 ხედვის კამერა განსხვავებით ამისგან და მცირე უფრო მეტი ეგრეთ წოდებული ნავაროტკები. ვიზუალურად რა შეიძლება თქვა ამ მანქანაზე? არ ვიცი, ნიკოლაუსა არ მეთანხმება, მე ვიზუალურად პირადად მე მომწონს. ცოტა უკრიდან არის უცნაური, თუმცა წინა მხრიდან მე ძალიან მომწონს. განსაკუთრებით იმ ნათებებით, როცა აანთებს და ჩართავთ ამ განათებებს, მათ შორის წინ ბამპერში რო არის დამონტაჟებული, ეგენიც უხდება. თანაჩემი რა. ანთე გვანახე ძმაო ხალხსა. და არც გამომირთვია და რატო არ ჩაირთო? ჩაირთო. მოდი ახლა გადავინაცვლოთ უკვე ამ მანქანით ქალაქში სიარულის კადრებზე და იმ შაბეჭდილებებზე, რომლებიც დაგვრჩა მე და ნიკოლაუსას სიარულისას. მოდი დავიწყოთ ახლა უკვე ინტერიერის განხილვა. ალბათ თავიდან დავიწყოთ მაჩვენებელთა დაფით და მულტიმედიით. 2024 წლის მოდელია კონკრეტული მანქანა. უკვე ინტეგრირებული არის Apple-ის CarPlay და Google-ის Android Auto, თუმცა ეს ყველაფერი ხდება კაბელით, რაც იწვევს ესეთ რაღაცეებს, ეს ცუდი არის. კარგი იქნებოდა რომ Bluetooth-ით ყოფილიყო, Bluetooth-ით მხოლოდ ტელეფონი უკავშირდება მუსიკების ასაკრავად და ზარების მისაღებად. რაც შეეხება მაჩვენებელთა დაფას, პირდაპირ შემიძლია თქვა და ნუ რავი უმიწყენთ Mitsubishi-ის Eloras, ახალ Eloras-საც აქვს, მე ის მაჩვენებელთა დაფა ამას ბევრად მირჩევია. იქ არის სტანდარტული ანალოგური მაჩვენებელთა დაფა და არა ეს ელექტრონული, რომელსაც არაფერი პრინციპში არ ეცვლება, ანუ ფორმას ვერ უსვლით, როგორიც არის ესეთია და არ ვიცი ახლა დიზაინერულად და გაფორმებით და ფერებით ჩემ გემოვნებაში პირადად არ ჯდება. კი აქვს რაღაცა ფუნქციები, რომელიც გამოაქვს, რაღაცა მანქანის დაქოქვის დროს Mitsubishi ამოდის, ხიდების ჩართვის დროს გაჩვენებთ ინტერაქტიულად ხიდი ჩაირთო, რაღაც ცენტრალური ხიდის ბლოკირება ჩაირთო, რაღაცეებს ირჩევთ აქ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი არ არის და აი ამ ზიზილპიპილოების დახატვას მე პირადად მერჩნებოდა რომ როგორც Eloras აქვს ესეთი ორი ლამაზი ანალოგიური დაფა ყოფილიყო, სურათს ჩავსვათ მე ასევე Eloras-ის ტესტ-დრაივს რომ გავაკეთებთ, იქაც კარგად განახებთ და მე თქვენს შეადერეთ. რაც შეეხება უკვე რომ გადმოვიდეთ მაჩვენებელთა დაფიდან, პირველი რაც ხდება, მანქანაში ეს არის საჭე. საჭე მინდა თქვა რომ ძალიან კარგად გამოიყურება. გარსიც საფარიც ანუ ძალიან კარგი არის, არ ვიცი ხა ნამდვილი ტყავია თუ არა, ნამდვილი ტყავი, თუმცა კარგად გამოიყურება. ღილაკები განსხვავებით Foreruner-ისგან ვიდეოზე ჩავწერე და რომ ეჩხუბეთ, კარგად არის განთავსებული, ინტუიტიურია და ყველაფერს ხვდებით რა არის და როგორ არის. მათ შორის აქ გაქვთ კამერის გამოყვანის ღილაკი, სადაც შეგიძლიათ ამ ეკრანზე გამოიტანოთ როგორც უკანა ხედვის კამერა, აი ნახეთ, როგორც უკანა ხედვის და გვერდითი კამერები, ასევე შეგიძლიათ კონკრეტული გვერდი აირჩიოთ და იმის მიხედვით გამოატანოთ რომელი და რა პოზიცია გჭირდებათ რომ დაინახოთ.
ასევე არის კრუიზ კონტროლის ჩართვა, მუსიკაზე ხმისაწევა დაწევა, გადართვა გადმორთვა, მოუდის არჩევა, უკან გამოსვლა და ეს მენიუში გადასკროლვა, გადმოსკროლვა იქ. ანუ ყველაფერი ნორმალურად არის, მათ შორის ეს სიჩქარეების გადამრთველი ღილაკებიც ნორმალურია, ფარები ავტომატიკურია, ანუ როგორც კი დაღამდება თავისი ჩაირთვება და მათ შორის მინის მწმენდებიც ავტომატურია წვიმოთ-წამოთ თავისი ჩაირთვება. კარგი ინტერიერიდან კიდე ასე ვთქვათ, პლუსი რო ვთქვათ, არის ის, რომ შავი ჭერი აქვს, რომელიც მე ვიღადაც მომწონს, რაღაცნაირად ყუდრო გარემოს ქმნის. დანარჩენი რა შეიძლება ვთქვათ, ეს გვერდითა მხარე პლასმასები უკეთეს ისრულებდა ადამიანი, მაგრამ რაც არის ეგ არის, აი ეს ხელის დასადები არის რბილი, დანარჩენი არის ყველაფერი მყარი პლასმასი, რაც დროთა განმავლობაში დაიხაზება და გადაიცრიცება და ასე შემდეგ. მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ მეც მსგავსი ტიპის მანქანისგან არ უნდა მოველოდეთ. ანუ აქ Mercedes-ის, BMW-ს და მსგავსი ტიპის მანქანების კომფორტი სალონში არ დაგხვდებათ, პერფორირებული ტყავი და რაღაცეებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ცენტრალური პანელი ნორმალურია, ინტუიტიურია, სიჩქარეების გადაცრთველიც თავის საქმეს აკეთებს, ხიდების ჩართვის კნოპკა თუ გადამრთველი აგერ არის და ყველაფერი ნორმალურად არის. აქ ჭიქების მოსთავსებელია, აქ ერთი პატარა სათავსო, არ ვიცი შეგნით რამდენად რამე შეალაგებთ, მაგრამ არის საშუალება რომ რაღაც ჩადოთ, აქაც შეგიძლიათ რამე ჩადოთ. აქ არის განთავსებული ორი USB პორტი, დამტენი და მათ შორის CarPlay-ის შესართავი და არის HDMI, რომელიც რაში გამოიყენება სიმართლე გითხრათ. გეტყვით, ან რაში უნდა გამოიყენოთ, არ ვიცი, მაგრამ არის, უკანა ხიდის ჩართვის ღილაკი აგერ არის და აქ არის სიგარეტის მოსაგიდებელი გასაცხელებელი, არ ვიცი ამას რა ქვია. მხოლოდ ტერმინოლოგიური პრიკური ვაწელი ვიცით, თუმცა არ ვიცი. ესაც მოყვება. საფერფლე. ხო, აქ შუაში არის პატარა დაფა. აქ ის აქ. ხო, აქ ასაკი ღილაკაზეა. კი, აქ არის ბლენკი, დასაკოქი, რატომღაც მეორე მხარეს აქ. აქეთ ამ მხარეს სარკეების გასასწორებელთან. რაც ჩემთვის ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ ყველა მანქანაზე ძირითადად აქეთ ამ მხარეს აქ და რო დავჯექი პირველი ეგ იყო, რომ აქეთ მხარეს ვეძებდი და ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ანუ აქ არაფერი არ იყო, აქ ვეძებდი რომ დამეკოქა და ვერ დავქოქა, იმიტომ რომ არაფერი არ დამხვდა და მე დავიწყე მანქანაში ძებნა, მეთქი დასაკოქისა დავათქო და მე ვიპოვე რომ იქით ამ მხარეს ყოფილა და მივაგენი, მაინც დავქოქე. იქ წამოუსვლელი არ და დახმარება არ გამომიძახებია, ისე წამოვედი. იქით ამ მხარეს არის ეგრეთ წოდებული glow box-ი, ანუ ხელთათქმულების შესანახი ყუთი, არ ვიცი ქართულად როგორ ქვია, ბარდაჩოკი ეგრეთ წოდებული. ნორმალური ზომის არ ხმაურობს სათვარია, ზევით გვაქვს ლუკი და უკანა მხარეს არის კიდე გაგრილება უკანა მგზავრებისთვის. ძირითადად ეს არის კლიმატ კონტროლი, კარგად მუშაობს, ავტომატური რეჟიმი მუშაობს. დანარჩენი ახლა განსაკუთრებული ამ სალონზე რა უნდა გითხრათ, არ ვიცი, სიდენიები ელექტროა. არის ტყავის სალონი, არ ვიცი ეს ნატურალური ტყავია თუ არა, სავარაუდოდ არ იქნება ნატურალური ტყავი და როგორც სხვა მანქანებზე მithქვია, ისეთ შემთხვევაში, როდესაც მანქანაში გააქვთ ტყავი და არ არის სიდენიის გაგრილება, მე პირადად ეგეთ ტყავს მირჩევია, რომ მქონდეს ნაჭრის სალონი, იმიტომ რომ უფრო კომფორტულია და არ იწევს ზურგის გაუფრთხილებას. როგორც უკვე განახეთ ინტერიერი შიგნიდან კარგად დაათვალიერეთ, ეხლა კი განახებთ რამხელა ფართი დაგხვდებათ ჩემი აღნაგობის და მოცულობის ადამიანისთვის, როდესაც დაჯდებით წინ. არ ვიცი, ნახტომში არ გავზომილვარ და პრინციპში არც ნახტომის გარეშე არ ვიცი, ალბათ მეტრა 70-75 მაქსიმუმ. განახებთ მე ცოტა სტატისტიკური ადამიანი. ხო, ცოტა უკან გაწეულზე მიყვარს ხოლმე ჯდომა, ეხა ჩაუჯდები. განახებთ, ეს გავუსიშოთ. რანაირად უკან გაწეულზე ჯდები, რა წვიტინებს აი. აი ეს არის ეხა ჩემთვის კარგი ჯდომა იდეაში. ეს არის ჩემი ჯდომა? დიახ, ეს არის ჩემი ჯდომა, ანუ დღეს მთელი დღე ესე დავდივარ. საკმაოდ ნორმალურად ვარ, ვიწრო სალონი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პრადოსთან შედარებით ცოტა პატარა არის, კარგი არის და დღეს არ მოუჭერია, სიდენია კომფორტულია, მთელი დღე დავდივარ ამ მანქანით და არც წელი მტკივა, არც ფეხები და არც არაფერი. ეხა უნდა დავჯდეთ უკან. არაფერს არ ვასწორებთ. კი. როგორც არის. სხვათა შორის უკან ამ მანქანაში არ ვწდარო. აიტიე? კი. ანუ პრაქტიკულად არ მედება რა, ეხა ამაზე მეტი არ ვიცი. რა უნდა გავაკეთო? სამი ადამიანი, მე ჩემი გაბარიტებისას ალბათ ცოტა გაუჭირდება და ვიწროთ იქნება, მაგრამ ორი ჩემი გაბარიტების და ერთი 2.5 დაჯდება. ბავშვი დაჯდება და ასევე გვაქვს უკანა მესამე რანაირად ჯდები. რიგის სიდენიებიც. ანუ რო ახსენა. ანუ რა უყურებ ეხა სკამი, სადღაც ისე აქ რო მეც დავი. მოდი გადაგიღებ. მე ვარ 1.80 მ. სიმართლე რომ გითხრა, არასწორეზი ხარ, იმიტომ რომ ეს ჯდომა ნახე, ანუ შორსა ვარ.
მოკლე ხელები გაქვს. სწორედ დომის პოზიცია ხო იცი რა არის? ფეხი ბოლომდე რო გაშლი, მიდიაში პედალზე, ცეპლენიაზე იზომება. მუხში ცოტათი მოხრილი უნდა დარჩეს და როცა ბოლომდე მიეყუდები, აქ ხელი აი ეს ადგილი უნდა ჩამოდო საჭეზე. ანუ მე ახლა აი ესეთი ვარ რა, ესე უნდა ვატარო და მოშობულად. აი ესე უფრო მისაღები იქნებოდა და ეხა არ ვიცი. არჩი BMW გინდა რა, BMW შემდეგ სერიებში გამოჩნდება. ეხლა კი უკვე გადავიდეთ უშუალოდ უგზოობისთვის განკუთვნილ ოფციებზე და შესაძლებლობებზე ამ მანქანის და მინდა ვთქვა რომ საკმაოდ საინტერესო პლატფორმა არის, ვინაიდან პრაქტიკულად ყველაფერი აქვს ამ მანქანას უგზოობისთვის, რაც არის საჭირო და დავიწყოთ ყველაზე მარტივიდან. რა თქმა უნდა, ამ მანქანას აქვს 4x4 სისტემა, ოღონდ არის Mitsubishi Super Select-ი, რომელიც საკმაოდ პოპულარული სისტემა იყო თავის დროზე და დღემდე საკმაოდ პოპულარობას ინარჩუნებს, ვინაიდან აქვს ერთი ესეთი უნიკალური ფუნქცია, შეგიძლიათ წინაჰიდი ჩართოთ და იხმაროთ ისე, როგორც არ ვიცი, სტანდარტულ crossover მანქანაზე, ანუ ყველანაირი ცენტრალური ხიდის ბლოკირების გარეშე წინაჰიდის ჩართვა შესაძლებელია ამ მანქანაზე, ანუ სტანდარტულად არის უკანა წამყვანი, მერე შეგიძლიათ ჩართოთ წინაჰიდი ცენტრალური ხიდის ბლოკირების გარეშე და იმოძრავოთ ნებისმიერ რეჟიმში, ანუ ქალაქში, ქალაქგარეთ, თოვლში თუ ასე შემდეგ. აქ პატარა განმარტება ხوار თქვათ, აი მაგალითად ჩემ ვარიანტში ვიტყვი რომ Forerunner-ზე, მეხუთე თაობაზე, რომელიც არის უკანა წამყვანი სტანდარტულ რეჟიმში, თუ მინდა რომ წინა ცხვირით ჩაირთოს წინა წამყვანიც რო გახდეს, მაგ დროს ისტად ხდება წინა თვლებზე და უკანა თვლებზე დატვირთვის გადანაწილება. ბევრს შეუმჩნევია და კომენტარებში მოუწერიათ ჩვენთვის, რომ მაგალითად ხიდს ვთავთ მანქანაზე, ასეთ ტიპის მანქანაზე, ახლა როგორც ნიკამ თქვა, და უკანა საბურავი, ეგრეთ წოდებულად მოხოვის დროს რაღაცნაირად აჩოჩებს ესე ხროკინი გაუდის, იმიტომ რომ ძალა წინ და უკან თვლებს შორის არის გადანაწილებული ზუსტად 50-50-ზე და მოხოვის დროს სხვადასხვა სიჩქარით ტრიალებს რეალურად საბურავები მსგავს ტიპის დისკომფორტი რო არ შეგექმნათ. თუმცა დაბლოკვის დროს ეს საშუალება უკვე აღარ აქვს, თანაბრად ტრიალებს ორივე უკანა საბურავი და ამიტომ ჩდება ეს ხოხიალის მომენტები. რაც ამ მანქანაზე არასდროს არ შეგექმნებათ, იმიტომ რომ აქ Super Select-ის სისტემა. ასევე რო გავაგრძელოთ, ოღონდ ბოდიში კიდევ ვიტყვი უნდა აღინიშნოს აკოს Hilux Surf-ზე იმასაც ჰქონდა. მესამე თაობა Forerunner-ზე იყო. კი, Toyota-ს ჰქონდა იგივე ტიპის სისტემა, მაგრამ მე გადააგდეს და ეკონომია გააკეთეს, ასე ვთქვათ. ოკეი, გავაგრძელოთ. კი ბატონო, რო გავაგრძელოთ ჩვეულებრივი წინა ხიდის დამატების შემდეგ, აქ უკვე ცენტრალური ხიდის დაბლოკვის საშუალება და ამის შემდეგ უკვე აქ რა თქმა უნდა სრულფასოვანი დამადავლებელი გადაცემა. დამადავლებელი გადაცემის ზევით კიდევ აქ 100%-იანი უკანა ხიდის ბლოკირება, ღილაკზე ჩართვით, ელექტრო და ასევე აქ ძალიან კარგი traction-ის სისტემა. სხვადასხვა ზედაპირის არჩევით, რომელიც უფრო კარგად ამუშავებს იმ traction-ის სისტემას, რომ კარგად განსაზღვროს საბურავმა სად უნდა მოიჭდოს, სად უნდა დაატორმოზოს და როგორ უნდა გაიაროს. და მათ შორის ერთ-ერთი დიდი პლუსი ამ მანქანის ჩვენთვის, ჩვენნაირი კატეგორია ადამიანებისთვის, ვინც უგზოობაზე დადის მანქანას ამზადებს, გამძლეობა მნიშვნელოვანია და რაღაცა გათვლებს აკეთებს. მაგალითად, ჩემ Toyota Prado-სო შევადაროთ, Nika-ს Forerunner-სო შევადაროთ, უკანა მხარეს ჩვენ ორივეს გვაქვს 8 და 2 ინჩიანი ხიდი, ხოლო ამ მანქანის შემთხვევაში კომპლექტაციებიდან გამომდინარე დგას 9 ან 9.5 ინჩიანი ხიდები, რაც არის საკმაოდ დიდი, უზრუნველყოფს საკმაოდ დიდ გამძლეობას და უფრო მეტი დატვირთვის ატანას უკანა ხიდზე, ვიდრე ჩვენ შემთხვევაშია. არ ვიცი ხა ეს რეალურ ცხოვრებაში ვინმეს საქართველოში გამოადგება თუ არ გამოადგება, მაგრამ ჩვენნაირი ტიპის ადამიანმა რო იყიდოს, ნამდვილად უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს, ვიდრე სტანდარტულად იმ ხიდით, რომელიც გვიყენია მე და ნიკოს. всё, წავით, ეხლა. აი, ეხლა კი გადავინაცვლოთ უკვე უგზოობაზე და ვნახოთ თუ რა შეუძლია ამ მანქანას. მოკლედ მოვედით ახლა ცნობილ აღმართზე, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვასთან, სადაც წესოთ ხოლმე მანქანებს და ახლა გვინდა რომ აღნიშნული მანქანას გავტესოთ აქ და ნახოთ როგორი შესაძლებლობები აქვს მცირე უგზოობაზე. ამ მცირე უგზოობაზე გატესვით თქვენ შეგექმნებათ წარმოდგენა თუ როგორი სირთულის გზას შეგიძლიათ იაროთ მსგავს ტიპის მანქანით. აღნიშნულ მანქანას როგორც მოგეხსენებათ, აქ ასევე უკანა ხიდის ბლოკირება და აქ ასევე რამდენიმე off-road რეჟიმის არჩევა.
პირველ აულას ავივლი უშუალოდ რეჟიმებით, მერე ავიაროთ უკანა ხიდის ბლოკირებით და ნახავთ შედარებას, რომელ შემთხვევაში უფრო კარგად მუშაობს. შეიძლება თუ ძალიან კარგი სისტემა აქვს უშუალოდ რეჟიმების, იმან ტრექშენის ხარჯი უფრო უკეთესად იმუშაოს და კარგად აიყვანოს, თუ არა და უკანა ხიდის ბლოკირება 100%-იან შედეგს ნამდვილად დადებს. ასე რომ წავიდეთ ახლა ჯერ ოფროად რეჟიმებით ვსადოთ, ანუ რამდენიმე ასარჩევი აქვს და ამ შემთხვევაში ავირჩევ ქვიან რელიეფს, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს ქვიანია და მერე უკანა ხიდის ბლოკირებთ. ახლა განახებთ როგორ ვირჩევთ მაგ ყველაფერს. ვინაიდან საქმეში უნდა გამოსვადოთ, კიდევ ერთხელ აგიხსნით ამ მანქანის სისტემებს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის. როგორც მოგეხსენებათ და როგორც გიკითხეთ, ამ მანქანაზე გვხვდება Super Select-ის სისტემა, რომელიც მოიცავს თავდაპირველად უკანა წამყვანზე მოძრაობას, მერე შეგვიძლია ჩავხტოთ წინა ხიდი ოღონდ ცენტრალური ხიდის ბლოკირების გარეშე. შესაბამისად, როცა გვინდა რომ გამოვიყენოთ, მანქანას ჩავაგდებთ ნეიტრალში. მიუხედავად იმისა, რომ Super Select-ი შეიძლება ჩაირთოს მოძრაობაშიც 4H, ანუ წინა წამყვანი თვლები რომ დაუმატოთ და 4H ლოკი, ანუ ცენტრალური ხიდის ბლოკირება რო ჩავხტოთ, შესაძლებელია მოძრაობაში, თუმცა გაჩერებულზე უფრო მარტივად შეიძლება ჩაირთოს. უბრალოდ წინ ცირე გატუკება დაჭირდება. ახლა აქაც მაჩვენებელთა დაფაზე ნელ-ნელა გამოჩნდება, მათ შორის ცენტრალური ხიდის ბლოკირების ნაწილიც და ახლა გავატარებთ ცოტას, აი, გავთიშოთ ფეხის მუხრუჭი თუ ხელის მუხრუჭი ამ შემთხვევაში. გავატაროთ და უკვე ჩართული არის ცენტრალური ხიდის ბლოკირება და წინა ხიდი, აი აგერ აინთო მაჩვენებელთან დაფაზე შესაბამის მაჩვენებელი. ეხლა კი უკვე დამადაბლებელ გადაცემაში გადაყვანისთვის ყველა ვარიანტი გვჭირდება ნეიტრალში გადატანა და უკვე ნეიტრალიდან შეგვიძლია ამას დავაჭიროთ ასე და გადავრთოთ დამადაბლებელ გადაცემაში. გაიგებთ პატარა წკაფს, აქაც მაჩვენებელთა დაფაზე აინთო და ნიშნავს იმას, რომ ჩაირთო ეს ყველაფერი. ხოლო ეხლა ავირჩიოთ რეჟიმი, რომელსაც ვიძახდი, ანუ ეგრეთ წოდებული როქი, ანუ ქვა, რომელიც ყველაზე მძლავრი რეჟიმია, როგორც მივხვდი. იმიტომ რომ დამადაბლებელი გადაცემის გარეშე ეგ რეჟიმი არ ირთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი მოჭიდება და უფრო კარგად უნდა იმუშაოს ასეთ ტრექშენმა, ვინაიდან ყველაზე დატვირთულ რეჟიმში ირთვება. ეხლა აი აქ გამოჩნდება აი ავირჩიეთ როქი და ამ როქის რეჟიმით ვწდით პირველ ჯერზე ასვლას. ანუ დამადაბლებელი გადაცემა და პირველი სიჩქარით მივდივარ ნელა-ნელა წყნარად ხართ მიჩქარება. აქ არ გვჭირდება ასე ვთქვათ მომენტის ინერციის აღება, იმიტომ რომ არ არის ინერცია რომ ვერავიდეთ. ასე რომ ნელა-ნელა შევუყვებით პრობლემებად. აი ნახეთ, ტრექშენ მოუწევთ დაიწყო მუშაობა, საკმაოდ აგრესიულად მუშაობს პირველივე დაბკოლებაზე. ეგრევე ჩაირთო. ეხლა უბრალოდ ნიკას ვეთქვი რომ შეხედოთ რამეს არ წამოვინა, იმიტომ რომ ძალიან დაღრმავებულია მე მგონი ეს ყველაფერი. თუ რაიმეზე წამოდება დავაბი და მითხარი, ხო? ხო. ეხლა ნელა შევუყვები მე. რომ მანქანა არ დავაზიანოთ, თუ შევასწრებთ რაღაც ვაზიანებს, გადავალ შემდეგ ტრაექტორიაზე, სადაც უფრო მარტივი გასასვლელია. მოიცა? იქით როგორც ხედავთ, საკმაოდ არამარტივი რელიეფია. მათ შორის ამდენი დამხმარე მანქანისთვისაც კი, მაგრამ ძალიან მარტივად ტრექშენის ხარჯზე საკმაოდ იოლად მივდივართ. ვცდილობ რომ მანქანა არ დავაზიანო და ამიტომ ტორმუსს ვაშველებ ხანდახან, რომ ძალიან დიდი გადახტომები არ გქონდეს, შესაბამისად მაგიტომ ანელებ ხოლმე არ გეგონოთ რომ მანქანა ვერ არის. всё, დაბკოლება გადანახულია. საკმაოდ კარგად მუშაობს ამ რეჟიმში ტრექშენი, ანუ ელექტრო დამხმარე, რომელიც აქვს აღნიშნულ მანქანას ძალიან მარტივად და იოლად გამოვიდა. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი სხვა ვიდეოები, სადაც სხვადასხვა მანქანებით ამოდივართ ხოლმე აქ და ბევრად უფრო უჭირთ იმ ადგილებზე იმ მანქანებს ამოსვლა. აი აქ. აი ძალიან კარგად მუშაობს. მომენტალურად ირთვება დამხმარე ტრექშენი და მე აგრძელებს მანქანას სვლას. შემდეგ სვლას გავაკეთებთ უკვე შემდეგ სვლას გავაკეთებთ უკვე უკანა ხიდის ბლოკირება. როგორც ნახეთ, ამოვედით ახლა ვართ სუზედა ნაწილში და ნიკაც იძახდა და მეც იმას ვიძახი, რომ ამ ტრაექტორიაზე როცა მანქანებს ტესტავთ ხოლმე, ბევრად უფრო ადვილი ამოსასვლელია. ეხლა არის ძალიან გაფუჭებული და ეტყობა კიდეც მანქანები აღარ დადიან, ბალახები არის მათ შორის ზედ ამოსული, იმიტომ რომ ძალიან გართულდა და ესე მარტივად აღარ მოისვლება. ეხლა ჩავალთ დაბლა ჩასვლისას ასევე შევამოწმებთ დაბლა დაშვების სისტემას, ანუ დაღმართ დაშვების სისტემას, რომელიც ასევე აქვს ამ მანქანას, აი ამ ღილაკით ესე ჩავრთავთ
და მათ შორის სიჩქარეების არჩევაც არის. შეგვიძლია ავაჩქაროთ, დავანელოთ. აი ეხლა შეგიძლიათ დააკვირდეთ ჩემ ფეხებს, არ ვიცი, კალოს გადაფეხებში გადამიღე. არაფერს არ ვაჭერ, არც ტორმოს, არც გარს, ჩაგდებული მაქვს ამ შემთხვევაში D-ში, იმიტომ რომ სისტემა ამ ღილაკზე დაჭერით ირთვება და თვითონ მუშაობს. აი ხედავთ კიდევაც წერია მაჩვენებელთა დაფაზე რომ მივდივართ 2-3 კილომეტრით და ანთებს აი აქ აწერია 2-3 კილომეტრი და აქ ეს რო ციმციმებს ნიშნავს რომ მუშაობს დაღმართზე ჩასვლის სისტემა. ამასობაში კი ჩამოვიარეთ კიდეც ძირითადი ნაწილი დაღმართის. და ეხლა ვწდით მეორე ტრაექტორიაზე გადავალთ და მეორე ტრაექტორიაზე ვწდით უკვე უკანა ხიდის ბლოკირებით რას იწევს. ეხლა უკვე უნდა გავააქტიუროთ უკანა ხიდის ბლოკირება, ასევე უკანა ხიდის ბლოკირებას აქვს თავისი ჩართვის წესი, აუცილებლად მანქანა უნდა იყოს ნეიტრალში, ასევე ჩართული უნდა იყოს დამადაბლებელი გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ჩაირთვება. დამადაბლებელი გადაცემის ჩართვის შემდეგ, როდესაც ყველაფერი გააქტიურებულია, უკვე ვაჭერთ ჩართვის ღილაკს, კერძოდ ონს, ანუ ზედა მხარეს და მაჩვენებელთა დაფაზე ხედავთ თქვენ ციმციმებს, ოდნავ შეიძლება დაჭირდეს მანქანას გავლა, რომ ჩაირთოს, აი, ჩაირთო კიდევაც და ავტომატურად გაგვითიშა ტრექშენი და ABS-ის სისტემა, იმიტომ რომ მანქანას უკვე ვეღარ მიეხმარება ამ შემთხვევაში ტრექშენი, ვინაიდან უკან ორივე საბურავი თანაბრად ტრიალებს, ამ დროს აღარ გამოიყენება დამხმარე საშუალებები. ეხლა უკვე მივდივართ უკანა ხიდის ბლოკირებით და პირველი სიჩქარით ისევ, იმიტომ რომ სიჩქარე ახლა არ გვჭირდება, როგორც წინაზე ვთქვით, გრუნტი არის მშრალი, შესაბამისად ზედმეტი აჩქარება და დატვირთვა მანქანაზე არაა საჭირო, საკმაოდ გაფუჭებული არის ეს დიაგონალებიც. თავარი არის რომ რამეს არ წამოვედოთ, თორე დარწმუნებული ვარ რომ ასვლა არ გაუჭირდება მანქანას, უბრალოდ ნელ-ნელა წავალ რომ მაქსიმალურად ვეცადოთ მანქანა არ დავაზიანოთ. თუ შემომხედავს არ იქნება ცუდი. ხედავთ ტრექშენი როდესაც არ ეხმარება, უკანა თვლები უფრო ბუქსაობს, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ტრექშენი ეხმარებოდა. აი ესე ნელ-ნელა მივდივართ ტრაექტორიაზე ნიკა მეტყვის თუ რაღაცა არის აი ესე ნელ-ნელა აი ეს პრობლემა არის უკანა ხიდის ბლოკირების დროს, როდესაც უკან ორივე საბურავი თანაბრად ტრიალებს შედარებით ჩაცურება იცის უკანა მხარის, მაგრამ ნელა-ნელა წყნარად აუჩქარებლად, ისე რომ მანქანა არ დავაზიანოთ. გავაგრძელებთ გზას. ესე ნელა. ყველანაირი დატვირთვის გარეშე. აი ხედავთ, უხელა დიაგონალი ავიგინეთ რომ ვერ მავდივართ. კაი, ეხა ოდნავ. სულ ოდნავ უკან და ოდნავ ინერციით ვწდით წინ ისე გადასვლას, რომ ძალიან დიდი შექანება არ აიღოს მანქანა. იყავი? აი ხა მარა ნახე წინ რო ამოხვიდე. ხო. ის ვერ გავწევ რა იმ ბუჩქს ეგეთ სათანადო დონეზე და ჯობია რომ ნელ-ნელა ხა უკან ჩახვიდე. ანუ არ ავიდე ბოლომდე? ჯერა ბუჩქია რა და. აი მოდი მიკარნახე და ჩავალ უკან. რადგან ჩვენი მანქანა არ არის. კი დავიჭერ, მაგრამ მაინც არ მინდა რომ ერთი პატარა ნაკაწრიც კი შევძინოთ. ხო და ამიტომ ჯობია რომ ეხა ნელ-ნელა ვერ გავწევ სათანადოდ, ხო? ნელ-ნელა ეგრე მიდი წადი უკან. მიდი. აია ნელ-ნელა მიდი. ეგრე ჩადგა. ნელა. ნახე, მიდი ეგრე. ეგრე სწორე წადი უკან. არ გვეცადა ეხა უკანა ხიდის ბლოკირების გამორთვა და იმ სისტემის შართვა წერან გვერდზე დიაგონალზე როგორც ამოვედი. ტრექშენით უნდა გახვიდე. ესე სხვანაირად ვერ გახვიდე. ანუ ესე რო დავდგე და ტრექშენი რო ჩავ. რო გახვიდე. კი, ესე რო ავიდე და ტრექშენი რო ჩავხტო. ცადოს? აი, მიდი, დავაი, თან ჩართე ეხა. ესე იგი ეხა გავთიშა უკანა ხიდის ბლოკირებას, იმიტომ რომ უკანა ხიდის ბლოკირება რას იწვევს? ორივე საბურავი ერთეულად რო ტრიალებს, რომელიღაცა მხარეს აითაც ნახავს რომ შეიძლება მანქანა წავიდეს, იმ მხარეს აცოშებს უკანა მხარეს.
შესაბამისად ახლა გავთიშავ და ტრექშენის დახმარებით ნახოთ თუ გაგვასწორებს და თუ არა პირდაპირ. აი ახლა ვთიშავ. ოდნავ უკან წავალ. კი ბატონო, გაითიშა. ეხლა ჩავრთავ ისევ იგივე დახმარების სისტემას, ანუ ROX და ნახოთ რა სიზავს. აი, მე გიკარნახეთ. მზად ხარ? წამოდი ნელა. ეხლა ვთით ისევ ისე. ნელა. კარგია. ძალიან ნელა წასვლას. ეგრე, სწორე, გეჭიროს, წამო. აი, ამას ვერ აკეთებდა ის. აი, ახლა ნახე ამოიყვანა. აია, ნელა. ეგრე. მოიცა. ხო, წამოდი ეგრე. კაია. ეგრე სწორე წამოდი. ცოტა იქით, აქ ესე, ოკეი. ან მანიშნებელები არის დაახლოებით ესეთი. ეგ არის. მორჩა. ანუ ხედავ, ჩემო მარგე, უკანა ხიდის ბლოკირება პანაცია არ არის, ბლოკიო. და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კარგად დაკონფიგურირებულ დამხმარე სისტემას, ანუ ტრექშენს. ნახეთ, როგორი სიტუაციიდან ამომიყვანა, როცა უკანა ხიდის ბლოკირებით ბუჩქისკენ მივყავდი ყველა ვარიანტში და ვერ ავწდებოდი, თან საკმაოდ არა სასიამოვნო პოზაში გავჩერდი, ასე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში შიგნიდან კაი შეგრძნებები არ იყო. ტრექშენმა შესაბამისი კონფიგურაციით გამოასწორა ყველაფერი და ეს არც თუ ისე მარტივი ამოსასვლელი ძალიან მარტივად ამომატარა. ვისაც გემარტივებათ ეს ამოსასვლელი, კომენტარებში დავწერთ კოორდინატებს და შეგიძლიათ მოხვიდეთ და წადოთ ნებისმიერი მანქანით, იმიტომ რომ ბევრი კომენტარი გამოდის ხოლმე რომ ფიტით გავალ მან, ჩემი სუბარუთი ავალ და აი, ფიტები კიდე გადავინტერეთ. კიდე გადავინტერეთ. აი, მნიშვნელობა კიდე შტორმას. გაიგე, აკოს მოკითხო. ხო, აკოს მოკითხა. მადლობა ნიკას, რომ კარგად მიკარნახ. კაი. ამითი პრინციპში ეს ნაწილი შეიძლება ჩავთვალოთ დასრულებულად. დანარჩენს უკვე მე მანქანაში სიარულიცოს გეტყვით შედეგებს ამ ტესტის. უკვე მინდა დავამატო, რომ აღნიშნულ კადრებს ვნახავთ თქვენ არ გაიმეოროთ, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს ესეთ გზებზე სიარულისას და რასაც იქ ვაკეთებთ, ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ, ან თუ ვერ გავაკეთებთ და საქმე თუნდაც წავა, ვიცით უკან როგორ უნდა ჩამოვიდეთ. იო, სად მივდივართ ახლა, აბა? ეხლა მივდივართ, უნდა შევაფასოთ მანქანა როგორ დადის გრუნტზე. როგორც ხედავთ, განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ წუბუქი უგზოობა, მშრალია, გრუნტი არის და ნელა-ნელა მივდივართ. ნახოთ როგორ დადის გრუნტზე, როგორ შეგრძნებები იქნება სალონში, რამდენად ხმაურიანია, არა ხმაურიანი, რამდენად გაუჭირდება სიარული, ჩქარა სიარულისთვის არის თუ არა კომფორტული და ასე შემდეგ მივხვდეთ მსგავსი ტიპის რაღაცებს. ვინაიდან გზაზე გვხდება უსწორმასწორო ადგილები, მივდივარ 4H ლოკით, ანუ დაბლოკირდი ცენტრალური ხიდის ბლოკირებით. იმიტომ რომ არ ვაწოლოთ თბილა მანქანა ის ადგილებში, სადაც დიაგონალები იქნება. ზადაგზაგ ხდება მცირე გუბეები, ტალახიანი, რომლის გავლაც გვიწევს, მაგრამ ისეთი რთული არაფერი მანქანის შესაძლებლობებისთვის.
პირველ რიგში რაც მინდა თქვა, რასაც მოველოდი პირადად მე Mitsubishi-სგან და მქონდა ნეგატიური განწყობა რომ დამხვდებოდა მანქანაში და გეტყვით საიდან იყო ეს გამოცდილება, ანუ შენს ყავდა Pajero 3, მეც ყავდა Pajero 3, მათ შორის აკოს ყავს Pajero 4, თავისი არ არის, მაგრამ ოჯახში ყავთ და ხშირად გვივლია გრუნტიან გზაზე და როგორი რაღაცა ხდება შეგნით მანქანაში, აბსოლუტურად ყველაფერს გაუდის რახაროხი, ჭრაჭაჭურჭი და ბრაგაბრუგი. ამ შემთხვევაში აი ხა შემილია აი გრუნტიან გზაზე მივდივართ და არანაირი ზედმეტი ხმა, ჭრაჭუნი, ბრაგუნი და მსგავსი ტიპის ხმები არ შეგაწუხებთ, რაც ძალიან დიდ კომფორტს დენს მანქანას, რომელიც გადაადგილდება უგზოობაზე. ანუ იმითი სიარულის დროს ძალიან იღლებით იმ ყველანაირი ხმებით. რაც ჩემთვის გასაკვირი იყო და მომეწონა. ჩემ მანქანას რო შევადარო უშუალოდ ერთ ვიტყვი რომ არის უფრო ხისტი და თითქოს უფრო მარტივი სამართავია რაღაცა ერთი გაბარიტებიდან გამომდინარე შეიძლება ვინაიდან უფრო პატარა არის. ეხა მოდი წავიდეთ და ბარემ რახან დრაგი ჩამოგვივიდა ჩვენ ადრეს ვთქვით, გავზომოთ ზუსტი აქსელერაცია და ვნახოთ რამდენ წამში აჩქარდება 100-მდე. ეხა ვიცით რომ რაკეტა არ არის, მაგრამ გვაქვს საშუალება და ბარემ წავიდეთ და გავზომოთ ეს ყველაფერი. დეგიო მეტი 80 ეგ არისო ობრუნდით ეხა მოდი რაღაცა ნელ-ნელა ჩვენი შთაბეჭდილების შესახებ რომ მოგიყვოთ ამ მანქანასთან დაკავშირებით მე რაღაცეები მომეწონა ამ მანქანაში რაღაცეები არ მომეწონა და ამის ქვას ვაპირებ პირდაპირ ასე არის ნიკაც არ ვიცი ნიკას ამ მოეწონა თუ არა მაგრამ თუ რამე მოეწონა იტყვის თუ რამე არ მოეწონა მაგას იტყვის ჩემთვის საერთო ჯამში მანქანა ნორმალურია. მხრიდან დავიწყოთ ჯერ. დავიწყოთ დადებითი მხრიდან. ნორმალურია, განსაკუთრებით მომხიბლებელი არის ის, რომ შეგიძლია იარო უკანა წამყვანით, რაც უფრო მეტ ეკონომიურობას გაძლევს, საერთო ჯამში დღეს გავიარე სადღაც 180 კილომეტრამდე და ეხა კომპიუტერი წვალას აჩვენებს 11 ლიტს 10-9-ს. რაც ამ ხელა მანქანისთვის, რომელიც დაახლოებით 2 ტონას იწონის, 2 ტონა და 100, საკმაოდ კარგი წვა დამეთანხმებით. ჩემი მანქანა Prado წვავს დაახლოებით იგივე რეჟიმში რო ვიარო, ალბათ 13-ს საშუალოდ. რა თქმა უნდა ტრასაზე უფრო ნაკლებს დაწვავს, იმიტომ რომ 800 ჩქარიანი გადაცემად კოლოფი აქვს და სულ გზაზე რო გახვალთ, ალბათ 8 ლიტრისკენ ჩამოვა. წვა, რაც შეეხება უგზოობასა და დატვირთვას, ყველაზე ბევრი რაც დამიწერა იყო 14 შერეულად, არ ამგონია მაგას რაღაც ძალიან დატვირთვებზე გაცდეს. ანუ წვა არის ერთ-ერთი დიდი პლუსი. ჩემთვის მეორე დიდი პლუსი არის საფასო კატეგორია, რომელიც საფასო კატეგორიაში ეს მანქანა საქართველოში არის ეხა განთავსებული, ანუ ახალი მანქანის ყიდვა რო გინოდეს, საოჯახოთ, რომელიც მეტნაკლებად ყველაფერს უნდა აკმაყოფილებდეს, რაღაცა ქალაქში გადაადგილდებოდეთ, ბევრს არ წვავდეს, სურვილის შემთხვევაში მთაში მიდიოდეთ, სოფელში მიდიოდეთ, ავით თუშეთში ადიოდეთ, ყველაფერს აკეთებდეს, ძალიან კარგი ვარიანტია. Prado არ არის ამის კონკურენტი, მაგრამ Prado-ზე იაფია, Fortuner-ის კონკურენტი არის, ალბათ პირდაპირ შევადაროთ და დაახლოებით იგივე საფასო კატეგორიაში არის, როგორც Fortuner-ი და რა ვიცი, მე მაგალითად შეიძლება მიფიქრა კიდეც ასეთის ყიდვაზე. ეხა ალბათ უნდა გადავიდეთ უკვე მინუსებზე. არ ვიცი, მე რამდენიმე მინუსი მაქვს, რაც ასევე შევატყე, ასე ვთქვათ და არ მომეწონა. პირველ რიგში არის მანქანის გაბარიტები და მინდა განახოთ ხა უკანა მხარე. ანუ ჩემთვის პირადად ძალიან პატარა არის ეს ყველაფერი. აი ნახეთ. ძალიან მეუცნაურა აი ამ ხელა შესასვლელი რო არის ერთი რიგი აქვს ბიჭო რატო არა თქვი კი მესამე რიგის სიდენიები მოყვება მაგრამ ეგ ერთ-ერთი მინუსია ჩემთვის და ეხლა უნდა თქვა ამ ადგილის გამო არა მაგ ადგილის გამო არა აი იმის გამო ის რა არის ის არის მესამე სიდენიის ფეხები ესა რომელიც სიდენიების გადაკეცვის დროს წინა მხარეს რო გადაკეცავთ ვერსაც ვერ მიდის და რჩება ეს ანუ ჩემთვის მინუსი არის ის რომ ამ მანქანაში ვერ დაწვევით და ვერ დაიძინებთ რა წერია უში. ზაპასკის დასაშვები. სათათალიკო საბურავის. არ გვინდა. ხა ეს დავხუროთ და განახებთ კიდე რამდენიმე რაღაცას რაც ეს მანქანა როგორ არის? არ მომეწონა. აქეთ მობზანდი. ხელა პატარა არის. აი მე მაგალითად არ მომეწონა აი დაბლა თუ შეიხედავ აქ არის სენსორი განთავსებული, სიმაღლის რეგულირების სენსორი, რომელიც ფარებისთვის გამოიყენება. და ჩემი აზრით ცოტა უხერხულ ადგილას არის განთავსებული და რისკი იმისა რომ უგზოობას დააზიანოთ არის საკმაოდ დიდი. და ასევე განახებთ კიდე ერთ დეტალს. გამოიწერა მეტალის აი ეს ეგრეთ წოდებული მილაკი
რა მილაკია რა. ვაკუუმის არის სავარაუდოდ, რაღაცის ჯამთველი არის, რომელიც ასევე ის ადგილასაა, რომ შეიძლება უგზოობაზე მანქანის ბუქსაობისას რაღაცა აითრიო და მიარტყა მაგას და გააფუჭა. რაღაცები და გაითვალისწინო ალბათ, როცა ამზადებ უგზოობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიკითხე ეს ყველაფერი ცენტრში და მითხეს, რომ ამ პრობლემით არავინ არ შემოსულაო, შეიძლება ისე უხეშად როგორც ჩვენ არავინ არ ხმარობს ამ მანქანას და მაგიტო არ გაფუჭებია არავის და შეიძლება საერთოდაც არ არის რეალური და ჩვენთვის არის ეგ პრობლემა. და ასევე ყველაზე ძალიან ერთ-ერთი ყველაზე ძალიან რომელიც არ მომეწონა არის მაჩვენებელთა დაფა, რომელიც სალონის დროს უკვე აღნიშნოთ, რომ კარგი იქნებოდა, რომ სხვანაირი დაეყენებინათ, უფრო კარგი მოსახმარი იქნებოდა. ჩემი მხრიდან დანახული პლუსები და მინუსები ეს არის. ნიკა, შენ ხوار დაამატებ რამას. დავჯერდებით. საერთო ჯამში ჩვენი საქმისთვის, მოგზაურობისთვის და მოსამზადებლად საკმაოდ კარგი პლატფორმა არის, როგორც უკვე აღნიშნე, უგზოობისთვის. ქართულად ვეა გათვალისწინებული ყველა ის ოფცია თუ ფუნქცია, რაც შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ. მარტივად არის შესაძლებელი მომზადება 32-იანი საბურავები. დიდი ალბათობით ახლა ზუსტად არ ვიცი, არ გაგვიტესტია, მაგრამ რაც ინტერნეტში ნახე და მოვიძია ინფორმაცია, სტანდარტშივე დგება, ანუ არაფრის გადაკეთებას არ საჭიროებს, ხოლო 33-იანი საბურავების დაყენების შემთხვევაში სჭირდება აწევა, ლიფტი, რასაც ვაკეთებთ ხოლმე და შეიძლება მცირე კოსმეტიკური მიჭრა-მოჭრა დაჭირდეს რაღაცებს. შორის აღნიშნული მანქანა საკმაოდ პოპულარული არის ავსტრალიაში, აზიის ქვეყნებში და შეგიძლიათ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოთ მის მომზადებაზე და ასევე ძალიან ბევრი aftermarket ნაწილები მოიძიოთ, რითიც შეგიძლიათ მოამზადოთ აღნიშნული მანქანა, როგორც წინახედის ბლოკირებები, ასევე გვერდითა ფეხის სადებები თუ როქსლაიდერები, აბსოლუტურად ყველაფერი იშოვება და პრობლემა არაფერზე არ შეგექმნებათ. ზოგადად ძალიან კარგი პლატფორმა არის ჩვენი ტიპის ხალხისთვის და ჩვენი ტიპის კონტინენტისთვის, ასე ვიტყოთ. ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ ვიდეოს ყურებისთვის, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, განსაკუთრებული მადლობა Mitsubishi Motors, რომ გვათხოვეს მანქანა და კიდევ უნდა გვათხოვონ ერთი მანქანა. არ ვიცი, დაგვიწერეთ თქვენი აზრი, მოგეწონათ თუ არა ჩვენი განხალა, მოგეწონათ თუ არა მანქანა, კომენტარებს ველოდებით თქვით. აბა, დროებით.